ჩართული კამერა. ეხლა ჩვენ ვართ დღეს როგორც უწოდებენ სომხურ კვარტალში. უბანს არ ვამბობ, იმიტომ რომ აქ კვარტალი ხია ამ ყველაფერს. ეს სომხური კვარტალი არის ერთადერთი მე მგონი ესეთი რომელსაც თლიანად სამანქანო გზა აქვს და პარკინგიც კი აქვს და სულ ესე იტვირთება ხოლმე განსაკუთრებით საღამოს და სომხურ კვარტალს აქვს ერთი ესეთი თავისებურება კიდე. ძველ ქალაქს 4-ვე მხრიდან, ყველა მხრიდან მოკლედ აკრავს გალავანი, სადაც შედიხარ ჭიშკრებით, მაგრამ სომხურ კვარტალს აი ამ გალავნის შიგნით კიდე თავისი გალავანი აქვს მეორე. თუმცა სანამ ეს სომხური კვარტალი გაჩნდებოდა, აქ იყო ასე ვთქვათ, ქართული იბერთა უბანი იყო ეს თავის დროზე. აქ უზარმაზარი ტაძარი ედგათ და ყველაზე მთავარი რაც იყო, ქართველებს ჰქონდა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ფართო ქუჩა, რომლითაც იბერები ჩადიოდნენ, ანუ ეს ძალიან დიდი პატივი იყო მაშინ თავისი დიდი ქუჩით ჩადიოდნენ აღდგომის ტაძარში და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. დღეს ამ ქუჩას ქვია არარატის ქუჩა და ის არის სომხური. მოდი აქედან ვცადოთ გასვლა ახლა. მოკლედ ქართველებს ჰქონდა თავისი ქუჩა, რომლითაც ისინი პირდაპირ ესეთი დიდი პატივით ჩადიოდნენ აღდგომის ტაძარში მომსახურებისთვის, ხო? დღეს ამ ქუჩას ახლა უკვე არარატის ქუჩა ქვია, აღარ ეწოდება იბერთა ქუჩა. და ამ ქუჩაზეც არის ეს დიდი ამ ქუჩის აკეცილებ არის დიდი საკათედრო ტაძარი იაკობებისა. ანუ მოდი ეს არის სომხური კვარტალი? კი, ეს ახლა დღეს ეს არის სომხური კვარტალი. და ჩვენ ახლა უნდა მოვძებნოთ, უკვე გვაღამდება და ჩვენ ახლა უნდა მივიდეთ ძალიან საინტერესო მონასტერთან. რა მონასტერი ეს? ეს არის მთავარანგელოზთა მონასტერი ქვია, რომელიც აშენებულია აი სახარებაში რაც წაგვიკითხავს. მღვდელმთავარ კაიაფას სიმამრი იყო, ხო? ასევე მღვდელმთავარი ანა. სადაც მაცხოვარი მიყავთ შეპყრობის შემდეგ, გეცემანეს შეპყრობის შემდეგ და იქ აი მას სახეში შემოარტყავენ, აფურთხებენ და მთავარანგელოზი მას ფრთას გადააფარებს, რომ აი ეს შეურაცხყოფა აარიდოს. სწორედ აი ამ მღვდელმთავარ ანას სახლის ადგილას იყო მთავარანგელოზის მონასტერი, ეხლაც არის, რომელიც იყო ქართველთა მონასტერი და სხვათა შორის ძალიან გვიანობამდე იყო. აი რაღაცები ხო დაიკარგა, მაგრამ ეს მონასტერი ძალიან გვიანობამდე იყო ქართველების. აი ეხა ნახე, აი ეგრე წერია არარატის ქუჩა. აი ეს არარატის ქუჩა. ეხა ეგ გავჩერდეთ, ამ ხმაურსაც მოჟე ნახეთ, ესეთი გამავალი გრძელი ქუჩაა, ნელა გიორგი, ნელა? სულ ეს არის გამავალი, ესეთი სერიოზული ქუჩა, ნახე გახედე, რომელიც აი მთელ უბანს ესე ჭრის და ჩადის აღდგომის ტაძართან. და აი ეს ადრე იყო იბერთა ქუჩა. ეხლა უნდა მოვძებნოთ აქ მთავარანგელოზთა მონასტერი და კიდევ ამ უბანში ერთი მნიშვნელოვანი მონასტერია. ეს არის წმინდა გიორგის მონასტერი, რომელიც ასევე ქართული მონასტერი იყო და იქ წინ ამ პატარა ესეთი მას ახლა ებრაული კვარტლის წმინდა გიორგის მონასტერს უწოდებენ. ადრე ებრაული კვარტალი საერთოდაც არ იყო, ხო? ებრაელები უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის, ანუ 136 წელს გარდევნეს აქედან, წავიდნენ. აი ძალიან ესეთი ჩახლართული ლაბირინთია, აქ ხუთჯერ რო იყო ნაყოფი, მე 6-ით ვერ მოხვალ და ვერ მოვაგნებ, მაგრამ ჩვენ ძველი ქალაქი ძალიან კარგად ვიცით. აი მოვედით ახლა მთავარ ადგილას. ნახეთ, აქ წამოდი, ბარემ ესეც ვნახოთ და ისე გავიდეთ. მოვედით ახლა ჩვენ წმინდა გიორგის მონასტერთან. აი, აქ არის წმინდა გიორგის მონასტერი
და აი აქ წინ ძალიან გვიანობამდე იყო სხვათა შორის სანამ აი ამ ქუჩის რეკონსტრუქციას დაიწყებდნენ ქართული საფლავები და აი აქ წინ იყო ქართული საფლავები. ეს არის წმინდა გიორგის მარჩანს ახლა გამია. გამია. სხვათა შორის აი ლაბირინთზე როცა საუბრობთ, ეხლა ეს რაღაცას ვაჩვენოთ კიდე ჩვენს მაყურებელს და გავიდეთ გავბრუნდეთ ისევ სოფლურ კვარტალში. ნახეთ, აქ ხედავთ სადარბაზოს. აი სადარბაზოს შესასვლელი. მოდი გიორგი. სადარბაზო. ეს შეგვიძლია კიბებზე ახვიდე. ვიღაცის სახლში მოხვდები, გაივლი იმ ვიღაცის აივანზე. ის იქ თავისთვის რაღაცა სარეცხს აუთავებს. გაული წინ, ნუ თუ კულტურა გამარჯვებას ვიტყვი. აი ესე თქო, წყვის სახლში გაივლი, შემდეგ სხვა კიბით ჩადიხარ და უკვე ჩადიხარ აი ძალიან დღესაც ებრაული კვარტალი ქვია, გოდების კედელთან გახვალ ზუსტად პირდაპირ. აი და ხამდა დღეს დავემშვიდობას და